მაშასე დავბრუნდით ჩვენ ეთერში სულ ახლახან გავრცელდა დიპლომატების ნაწილის განცხადება რეორგანიზაციის პროცესში ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას, ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების თანამშრომლები. წაგიკითხავთ ციტატას ამ განცხადებიდან 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გულისხმობს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირეულ რეფორმას. მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლობის დროზე ადრე გამოწვევა მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებასო და ბოლოში ასე მთავრდება ჩვენ ქართველი დიპლომატები ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი აღნიშნულია განცხადებაში, რაღაც 20-მდე ადამიანი აწერს ხელს ამ განცხადებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ზოგი საელჩოს თანამშრომელია სხვა ქვეყანაში. ნინო კანადაძე არის ჩვენი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მას გამარჯობა. საღამოშტოს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რა სიტყვით ამ განცხადებაზე დაგვიანებულ ხარ არის საერთოდ ხმის ამოღება? პირველად კი ამოიყრის, როცა განცხადება მოაწერეს ხელი ევროინტეგრაციის მხარდაჭერის, მაგრამ შემდეგ თითქოს ქართველი დიპლომატები გაჩნდნენ ასე. მოგესალმებით, მე რა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არ ვიცი რამდენად ღირს იმაზე საუბარი რა არის დაგვიანებული, ჩემი აზრით ბევრი რამე არის დაგვიანებული. არა მხოლოდ ხმის ამოღება, არამედ ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისთვის დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ ის რასაც დღეს ვერბალურად თუ ქმედებებით ივანიშვილი ახორციელებს, ეს იმთავითვე გეგმა იყო და რადგან ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, გაგიმხელთ რომ ჩვენ როდესაც არჩევნების წაგების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდიოდა, სამკვირიანი ვადა გვქონდა მაშინ რიგითი გადაბარებისთვის, ასე ვთქვათ, უწყებების და მაშინ მახსოვს, რომ რაღაც საბოლოო თათბირი იყო ჩემს საკურაციო სფეროების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ვუთხარი, რომ იცოდეთ, რომ ხვალიდან ამ ოთახში რუსები შემოდიან თქო და ფრთხილად იყავით საიდუმლო მასალებთან და მოკლედ ფრთხილად იყავით სახელმწიფოებრივ ინფორმაციასთან, რომელიც თქვენ ხელგეწიფებათ და დააკვირდით, როგორ იმუშავებთ თქო. მათთვისაც ეს სიახლე არ ყოფილა და არც მას შემდეგ, რაც იქ თუ პანჯიკიძე იყო თუ ვინ იყო, ვისაც ჯერ კიდევ რაღაცნაირი ვითომ პროევროპული პოლიტიკა მიყავდათ ამ უწყებაში, ყველაზე კარგად ამ უწყებაში, ყველას ყოველთვის ძალიან კარგად ესმოდა სინამდვილეში რა რეჟიმი მოვიდა და სინამდვილეში რა მიზანს ემსახურებოდა. რიგით მოქალაქეს ეს შეიძლება არ ცოდნოდა. იმ უწყებაში ვინც მუშაობდით და იმ უწყებაში რა ინსტრუქციებითაც მუშაობდნენ ცალკეული დეპარტამენტები, რასაკვირველია, მათ ყველამ და საელჩოები მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციის გაუქმება იქნებოდა პრიორიტეტი, სწორედ იმიტომ, რომ ეს სამინისტრო იმისთვის იყო, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გარეთ დაეცვათ. დროინდელი ოცნების წევრები რო იყვნენ თუნდაც კოალიციის. ხო, რასაკვირველია, ისინი გვარი იყო. DCFTA გავაფორმეთ, ჩვენ ვიმუშავეთ კარგად ვიზა ლიბერალიზაციაზე და ასე შემდეგ და ანუ დასაწყისში რატო იყო ეს რუსეთისკენ მიმართული კი, ამას იტყოდნენ, მაგრამ მათ ეს იციან, რომ დასაწყისშივე ასე იყო, იმიტომ რომ სულ პირველი განცხადებები გემახსოვრებათ თქვენ ივანიშვილის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში, როდესაც ის ამბობდა, რომ საქართველოს საერთოდ არ უნდა კონდეს ამბიციური საგარეო პოლიტიკა და საერთოდ რა საჭირო პატარა სოფლის პრინციპით საქართველოს არის პატარა სოფელი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს და პირდაპირ რუსული კლიშეებით გაჯერებული ინსტრუქციები მიდიოდა. ეს იყო განცხადებები, რომელსაც მოსახლეობა ისმენდა, მაგრამ ალბათ სათანადო შეფასებას ვერ აძლევდა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია იცოდნენ და მათ უნდა ეს ცოდნოდათ. მაგრამ რასაკვირველია, ეს თანამშრომლები, რომლებმაც განცხადება დღეს გამოაქვეყნეს, არიან ის თანამშრომლები, რომლებმაც
პირველად საჯაროდ გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ გმობენ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო აღარ დღეს ჩვენ ხედავთ საგანგებო მიდის მივიდა ეს პროცესი, დაიწყო კი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით, ვიზა ლიბერალიზაციის გაფორმებით და დღეს უკვე ის საშიშროების წინაშე დგავართ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება შეგვიჩერონ, ასევე აგერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საერთოდ დელეგაცია აღარ მიდის ფაქტობრივად ქართული ოცნების ამის გამო გამოძიებას იწყებენ ოპოზიციის წინააღმდეგ და აი ასეთ ვითარებაში ვართ და დღეს არის დებატები დაგეგმილი საპარლამენტო ასამბლეაში სადამდე შეიძლება მართლაც ეს პროცესი მივიდეს საბოლოოდ. ხო, რაღაც ბოროტ ექსპერიმენტში ვართ თითქოს და მე ამ პროცესების შეფასებისას განსაკუთრებულად ფხიზლად ვარ და ყველაზე ცუდ სცენარსაც წინასწარ მეთვალებ. არა იმ გაგებით, რომ ვიზა ლიბერალიზაციას აუცილებლად მალე შეგვიჩერებენ, ამას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა არ აქვს ჩვენ პარტნიორების შიგნით, რაც კარგია, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პირველ რიგში იქნება და ხალხის წინააღმდეგ მიმართული აქტი და არა რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ვთქვათ, იძულების ბერკეტად გამოყენებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ გააპროტესტებდა ის, რაც ხდება, ხო? მაგრამ ამაზე მეტად როგორ უნდა აიძულო ხალხი ქუჩაში გამოდის, 200 დღე გარეთ არიან და ვისაც იმ ინფორმაციაზე წვდომა აქვს ობიექტურად რა ხდება ქვეყანაში, ის ამ პროცესებს აპროტესტებს. ამაზე მეტი ქართულ ხალხს არ შეუძლია შეშველი ხელებით ხომართალი. რასაკვირველია, ადრე უფრო მეტი გამოდიოდა, იმიტომ რომ მას შემდეგ რეპრესიულმა კანონმდებლობამ შეაფერხა ყველანაირი მოძრაობა. ფიზიკურად აჯარიმებენ ყველას, მათ შორის სტუდენტებს, ისეთი დისპროპორციული თანხებით, რომელსაც უბრალოდ ვერ გადაიხდის ვერც სტუდენტი და ვერც მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამ რეპრესიული მექანიზმების პირობებში აქტიური პროტესტი ვეღარ ხორციელდება. მიზანიც ეს არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ აპროტესტებს, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი ევროპულ ინტეგრაციას არ იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ იძულების ბერკეტი ჭირდებათ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააპროტესტონ. ხა ეს ფაქტია, რომ მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამის გამო ბევრი დედაქალაქი თავს იკავებს, მოკლედ ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე ხელთ მაქვს მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციისგან. ყავს მხარდამჭერები, რომლებიც თვლიან, რომ ამით რეჟიმი დაზიანდება, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა, რომელიც ვეღარ ვითარდება ევროპული ინტეგრაციის გზით და ჰარმონიზაციის პროცესს ვეღარ გადის, მათი მოქალაქეები ვეღარ უნდა ჩამოდიოდნენ თავისუფლად და კონტროლის გარეშე იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისედაც მიგრაციის პრობლემები აქვს, თუმცა ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებასთან, მოკლედ ამ გადაწყვეტილების გარშემო კონსენსუსი არ არსებობს, რაც ჩვენც დამატებით დროს გვაქვს. თუმცა მეორე გზა იყო, ვთქვათ, ესეთი დამიზნებითი სანქციები ხელისუფლების წევრებზე და ასე შემდეგ და ესეც არ გამოდის. დამიზნებითი სანქციები გამოდის, რომ ისევ კონსენსუსი არ არის უნგრეთის და სლოვაკეთის გამო. დამიზნებითი სანქციები უფრო მარტივად გამოძით ისეთ ქვეყნებს, როგორც არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამას ისინი აკეთებენ კიდეც. შედარებით ნაკლებად მოქნილია ამაში ევროკავშირი, იმიტომ რომ მათთვის ერთიანობის პრინციპი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ევროპის კავშირი გულისხმობს თავისთავად ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებულ გაერთიანებას. მიუხედავად ამისა, ნახეთ ჩვენ რომ ორმხრივი გადაწყვეტილებები მაინც იქნა მიღებული, ანუ ბილატერალური სანქციების გადაწყვეტილების თავისუფლება მაინც მიენიჭათ ცალკეულ დედაქალაქებს და მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები კონკრეტულ მაღალჩინოსნებთან მიმართებით, როგორიც არის მაგალითად გერმანია, რომელიც მოწინავე ავანგარდშია აი ამ ერთიანობის პრინციპის არ დარღვევის. ამიტომ ეს მიზანმიმართული სანქციები არის და კიდევ იქნება და მეტიც იქნება. სხვა საკითხია, ახლა რამდენად აშინებს ეს იმ მდგომარეობაში მისულ რეჟიმს, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნება ეხლა უპირობო და უალტერნატივო ამოცანაა. ეს ნაწილობრივ მოქმედებს და გარკვეულწილად ასუსტებს რეჟიმს იმის პარალელურად, რომ მათ ლეგიტიმაციის ძიებაში აი ამ გზას რაღაცნაირად ვერ ადგენენ ისე, როგორც მათ უნდათ, მაგრამ საკმარისად არ ასუსტებს სისტემას შიგნიდან ისე, რომ ახლა სისტემა, ვთქვათ, ხვალდაზე ამის გამო ჩამოიშალოს. რასაკვირველია, გრძელვადაში ეს პრობლემურია ინდივიდუალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქმნიან ამ სისტემას. ივანიშვილი არ არის ერთი ადამიანი, ხო? ივანიშვილი დამოუკიდებლად ვერაფერი ვერ იქნებოდა, რომ არ იყოს ეს ვერტიკალი, რომელზეც ის დგას და ამ სისტემას აკონტროლებს ის აი ამ უკიდურესად კორუფციული გზით, საიდანაც
არჩევანი არის სანქციები თუ აი იმის შენარჩუნება რაც აქვს და მე ვთქვათ იგივე რა ვიცი ბაჩიაშვილის თუ სხვისი ბედი გაიზიაროს და ამიტომ ნუ შესაძლოა ნაკლები ბოროტება იყოს სანქციებთან შეგუება ვიდრე მაგალითად ბაჩიაშვილის გზის გამეორება ან ბედის გაზიარება და ამიტომ ეს არის გზა როგორც მართავს ივანიშვილი და ეს არის სისტემა რომელიც აი ამ მართლობას ამყარებს ანუ ჯერჯერობით ეს ვერტიკალი მყარავს ევროკავშირის თემას რომ დაუბრუნდეთ ახლა თქვენ თვითონ ევროკავშირი ჯერ თავს იკავებს უვიზო მოსვლის გაუქმებაზე რაც ძალიან კარგია პრინციპში იმიტომ რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს მართლაც მაგრამ რამდენად შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე რომ აი ჩვენმა ხელისუფლებამ პირდაპირ თქვას ვარი ევროკავშირში. ჯერჯერობით შეჩერებული აქვს, მაგრამ ვარც არ ამბობენ. ისევ გაიძახია რომ 2030 წელს ჩვენ მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრები. ამ კონტექსტში მე უნდა გავიხსენო ახლა რეკლამამდე გავიხსენე მედვედევის ბოლო განცხადება, მან პირდაპირ თქვა რომ აქამდე ჩვენ ამბობდით რომ უკრაინა თქვათ ნატოში გაწევრიანება პრობლემაა, მაგრამ ევროკავშირში არ არის პრობლემა და გაწევრიანდეს თუ უნდა. მაგრამ დღეს უკვე ევროკავშირის პრობლემა ხდება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირის სამხედრო ორგანიზაციად გადაკეთდება. ნუ ეს ხვები ისმის, ხო? ევროკავშირშიც შესაბამისად, ანუ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს. თუ ახლა უკრაინაზე ფიქრობს რუსეთი რომ არ უნდა გაწევრიანდეს, იგივე იფიქრებს საქართველოსაც, ხო? რომ არც საქართველოს უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამას ახლა დაემთხვა დროში თუ რა იყო, არ ვიცი, აგერ გოგა ხაინდრავა, რომელიც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ასე ვთქვათ რუპორი არის, ასეთი რამ დაწერა, უბრალოდ განაცხადა იმედის ეთერში, მინდა მთავრობას მივმართო. დავამთავროთ ეს ლაპარაკი, რომ ჩვენ ევროკავშირში შევალთ. 2030 წელს ან იარსებებს ევროკავშირი ან არა. ჩვენი გზა გვაქვს. კავკასიელები ვართ, ჩვენგან წამოვიდა დღევანდელი ცივილიზაცია საერთოდ თქვა ბატონმა გოგა ხაინდრავამ და შეიძლება თუ იქიდან ევროკავშირიდან რაღაც სანქციები გამკაცრდა, ან უვიზოზე უფრო სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, ხელისუფლება გამოვიდა თქვას რომ საერთოდ აღარ გვინდა ევროკავშირი. შეიძლება, კი. და ეს არა იმიტომ რომ ევროკავშირის პოლიტიკა მკაცრდება საქართველოსთან მიმართებით, არამედ იმიტომ რომ ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და ამას ახორციელებს ივანიშვილი. ამით დავიწყე საუბარი და ეს არის ივანიშვილის მიზანი. უბრალოდ როგორც თქვენ თქვით 2022 წლამდე თუ ამის საჭიროება არ იყო და შესაძლებელი იყო რაღაც ორრელსიანი პოლიტიკის წარმოება, ვითომ ჩვენ ევროკავშირთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა და აი ამ გზას ვაგრძელებთ, მაგრამ მაშინ პერსპექტივაში არ იყო ევროკავშირში გაწევრიანება და ამის შესაძლებელი იყო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როდესაც რეალური საფრთხე დადგა მათთვის იმისა თუ მოსკოვისთვის იმისა, რომ საქართველოს შესაძლოა ევროკავშირში გაცილებით უფრო სწრაფად გაწევრიანდეს, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა, მაშინვე იქნა ზუსტად ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც ოცნება მიიღო, რომელიც de facto აჩერებს უკვე საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამ მოცემულობაში ვიდრე მას ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, როგორც არ უნდა ახლა გოგა ხაინდრავას განცხადებები იშვიათად არის კრემლის განცხადებებისგან შემთხვევით აცდენილი, ან შემთხვევით თანხwebdriverში, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ ეს შემთხვევითი თანხwebdriver ამ ლოგიკითაც ცალსახაა რომ ივანიშვილის ამოცანა არის რომ საქართველოს ვერ გახდეს ვერც ევროატლანტიკური ვერ გახდეს ვერც ნატოს წევრი და ვერ გახდეს ვერც ევროკავშირის წევრი იმიტომ რომ მათი ინსტრუქცია არის რომ დასავლეთი საქართველოში არ უნდა იყოს წარმოადგენილი დასავლური ინტერესები საქართველოში არ უნდა იყოს ამ მიზანს ემსახურება ეს რუსული კანონიც და ამ მიზანს ემსახურება ყველა ანტირუსული ანტიდასავლური განცხადება თუ ქმედება რომელსაც ოცნება ახორციელებს. თუმცა ნუ ჯერჯერობით თავის მხარდაჭერების რაღაც ნაწილს მაინც აჯერებენ რომ არა ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ და ევროპისკენ ჯერ ამ ეტაპზე არ მისულან რომ ნუ თავის მხარდაჭერებს იმასაც აჯერებენ რომ მოსახლეობა გაიზარდა და რომ ცხოვრება მშვენიერია და რომ ეკონომიკა ამ სიტუაციაში თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ? ეს ის ვითარებაა, როდესაც ეხლა გამძლეობაზეა საქმე. ანუ რამდენად რომელი ძალა უფრო დიდხანს გაძლებს აი ეს სტატუს-კვო შეინარჩუნოს. ივანიშვილის რეჟიმი თავის ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს თუ ის სახალხო მოძრაობა, რომელიც არის დემოკრატიული მოძრაობა, იმ პროცესების მოლოდინში, რომ ივანიშვილი ცდილობს ლეგიტიმაცია მოიპოვოს საერთაშორისო, ცდილობს თავისი რესურსებისთვის კვლავ მონახოს გზა დასავლეთზე
და ეს ჯერ არ ხდება. ეს არის დრო, რომელსაც ამავდროულად იგებს დემოკრატიული მოძრაობა, მაგრამ რომელიც ყოველდღიურად უფრო ძლიერი რეპრესიების ქვეშ არის. ამიტომ პროგნოზებს თუ გავაკეთებთ, მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე პესიმისტური ვიქნები. მე განცდა მაქვს, რომ ეს არის ბრძოლა, რომელსაც საქართველოს აგებს დღეს რუსეთთან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება, რომელს აღმოაჩნდება უფრო მეტი გამძლეობა, იმიტომ რომ ალბათ ყველას ვერ დაიჭერენ, ალბათ ყველას ვერ დახოცავენ, ალბათ ყველას ვერ განდევნიან და რაღაც ეტაპზე ეს რეჟიმი გადაწყდება, იმიტომ რომ დასავლეთი თავის პოზიციებს საქართველოსთან მიმართებით არ იცვლის და დასავლეთის გარეშე მუდმივად დიქტატურის შენარჩუნებას მაინც მეტი რესურსი ჭირდება, ვიდრე ივანიშვილს გააჩნია. ეს არის ძალიან მცირე იმედი, რომელიც შეიძლება ეს დროში შეიძლება ძალიან გაიწელოს და ამ გაწელილ დროში შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდეს. ნუ ჩვენ ხედავთ ახლა ფაქტობრივად ოპოზიციის ყველა ლიდერი უკვე ციხეში არის. მე ვახსენე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით მოსმენა, არ ვიცი ხა ასეთი რამ მართლა მეც ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინო უკვე, მაგრამ ასეთი რამ მართლა მიგი, იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის პოლიტიკური ორგანო, სადაც მიდის შეუძლებელი დებატები დარბაზში იქნება თუ კულუარებში იქნება, სადაც ამ დებატებში იქნება თუ დაპირისპირებაში ერთი მხარე იმარჯვებს ან მეორე მხარე იმარჯვებს, შეუძლებელი პოლიტიკური პროცესია. იქ წინა ჯერზე ოპოზიციის წარმომადგენლება აჯობეს ქართულ ოცნების წარმომადგენლებს და ისეთი რეზოლუცია მიაღებინეს, როგორც მათ უნდათ და ეხლა გამოდიან და არ ვიცი, ფაქტობრივად გასამართლებას უპირებენ, რომ რატო გვაჯობებთ თინდან კუჩავა იქნება სალომე სამადაშვილი თუ არასაბჭო ორგანიზაციები, რომ თქვენ საქართველოს წინააღმდეგ წახვედით. ხო, რაც რა თქმა უნდა, აი თქვენ სავე ლოგიკას გავაგრძელებთ, თავიანთი მომხრეებისთვის დადგმული ცირკია პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ საპარლამენტო ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები, რასაკვირველია, კი, შესაძლოა ოპოზიციამ კარგათაც იმუშავა, მაგრამ ამაზე არ გადის იქ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც დასავლეთში შეიქმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებმაც ივანიშვილს დაარქვეს სახელი, თქვეს, რომ ის არის საქართველოს ლუკაშენკო და საქართველოს პუტინი და მის მიმართ ზუსტად ის პოლიტიკური მექანიზმები ჩართეს, რომელსაც ისინი მიიღებდნენ ლუკაშენკოსა და პუტინის წინააღმდეგ. ამიტომ სრულიად აბსურდია ახლა ვიფიქროთ იმაზე, რომ აქ რაღაც ოპოზიციის კარგი მუშაობის გამო უცებ იქ რადიკალურად შეიცვალა გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ოპოზიციას რო არ ემუშავა, ალბათ საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის დედაქალაქებში მიღებულია, იმიტომ რომ ივანიშვილი ისე იქცევა, როგორც იქცევა და არა იმიტომ რომ ვინმე იქ კარგად გამოვიდა ან კარგი პროექტი წარადგინა რეზოლუციის. ხო, ნუ საბოლოო ჯამში სადამდე მივა ეს ყველაფერი, ახლა ეს არის თავარი კითხვა. ხო, ამ სადამდე წავალ ყველაფრამდე სადამდე საშუალება ექნებათ, ყველაფრამდე წავლენ. ეს არის ავტორიტარული სისტემის გამყარება, აქ არის დიქტატურის კონსოლიდაციის ბოლო ფაზა, იმიტომ რომ სულ ბოლო რამდენიმე რგოლია დარჩენილი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, იმ რგოლსაც ამოაგდებენ ახლა, ზოგს დააპატიმრებენ, ზოგს სხვანაირად გააჩუმებენ და ამით დასრულდება საქართველოში ყველანაირი ფორმა, რაც კი რამე შეიძლება დემოკრატიულად შეფასდეს. მედიას არ გექნებათ საშუალება, რომ ინფორმაცია მოიპოვოთ, რომ საზოგადოებას გააცნოთ და ის ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ, იქნება ხელისუფლების მიერ მოწოდებული და შესაბამისად არაობიექტური. ეს არის ასე ფუნქციონირებს დიქტატურა და ეს არის მათი გზა, თუ ამის შესაძლებლობა ბოლომდე მიეცათ. მათი ამოცანა ეს არის. ხო, ნუ პერსპექტივა არ არის სახარბიელო. მადლობა დიდი. ნინო კალანდაძე იყო ჩვენი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.